კითხვები არის ხოლმე რას მოვიხმარ და ჩემი სუნამოები და მოდი და გაგიზიარებთ კიდევ ერთ პროდუქტს, რომელსაც მე მოვიხმარ. ეს არის ტინტინი, ეს არის რეტინოლის მაღალი შემცველობა, გამოიყენება აკნესთვის, მაგრამ მე რეკომენდაცია მაქვს ექიმისგან, კოსმეტოლოგისგან, საზღვარგარეთიდან, რომ ტინტინს რომ მოვეხმარ, ეს ბოლო პერიოდი თუ შეგიმჩნევიათ გამონაყარი არ მაქვს, რომ გითხრათ, რომ ნაოჭებს ალაგებს არ ვიცი, ჯერ ერთი თვე ვიყენებ, კანის სიმშრალე არ მაქვს, ჩემი კანი კარგად შეეგუა, დღე-გამოშვებით დავიწყე და ჩავრთე უკვე ყოველდღიურ რუტინაში, ვიყენებ საღამოს და აუცილებლად ყოველთვის ვიწესრიგებ მზის დამცავით. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, პირი უნდა დავიბანოთ და ეს არის ძალიან აფასიანი, ალბათ 6 ლარიანი, მოზაიკაში ნაყიდი, გამწმენდი გელი. ხო, და სურვილი მაქვს, რომ ლაროშეს დასაბანი ვიყიდო, როცა კარგი ფასდაკრება იქნება გრანდიოზული. ეს არის ჩემი აღმოჩენა. ეს არ მომეწონა. ამას მოიხმარს ნიკოლოზა უკვე და მითხრა ძალიან ცოტა მაქვს დარჩენილი და იქნებ მიყიდო და მეთხარი შვილო თირკმელს ვერ დავყიდი ამის საყიდად ესე გამაჩქა და გადავიდა. ხო, ეს არის ჩემი რუტინა, ეხლა მე უთქვენოთ დავიბან პირს, კბილებს მოვიხეხავ. ჩემი კბილის პასტა ამ ეტაპზე რუქსია, სენსიტივი. კბილს რომ გავიხეხავ, აუცილებლად ენასაც ვიხეხავ. შემდეგ ვისუფთავებ ამით, რასაც არ გავჩვენებთ და შემდეგ ვივლებ ამას ერთი წუთის განმავლობაში. ეს არის კბილების დამუშავება, სახეს დავიბან და დანარჩენი დავიტენიანოთ ერთად. მითედეთ სერცხს მანქანას დავასტყებ ახლა. პირი დაბანილია. სროლებინა ბარადა ვერ დავტოვებ იმაში. ეს ვერ ჩავუყრე. ჩემგან კალათბურთელი არ გამოვა. შემდეგი რასაც ვაკეთებ, ეს არის ცენტალა, თუ სწორედ ვამბობ, მიცერალური ტონერი ბოდიში. იგი ცოტა მეურვება. ნესტიანზე ვერ გადავისობ 29 ლარი ღირს ხალხო ამერიკულ საწყობში და რა ვიცი, კაი ხანია ვხმარობ უკვე. მაიცადეთ ვიცხარე კაცს. Yeah. საუკეთესო, დააჭირეთ ერთს. კარგი. ყოფთ დააფიქსიროთ მოგვარდა თუ არა თქვენ მიერ დაფიქსირებული საკითხი პირველივე კომუნიკაციისას. აირჩიეთ შესაბამისი ღილაკი. 1. დიახ, მოკვდა პირველივე ზარზე. მადლობას გიხდით შეფასებისთვის. თბილისი ბანკში ვერ შევდიოდი. და ხსენამ პირს მივხედავდი და კბილებს დავურეკე, რომ მეთქი რა ხდება. სესხის ფული მაქვს გამზადებული და დღეს უნდა ჩამოიჭრას და ვინმე მარამაცალოს ფუკასავით თქვენი ჭირი მეთქო და რა ვიციო, ყველაფერი კარგად არის. ყურის უკნიდან იწყებაო დაბერებაო. ამიტომ სადაც ვწვდებით ყველგან ვისვათ და ყურის ნიჟარები სასტიკად მიშრება ხოლმე. და
ბოლო ეგ არის ხო? ეხლა სანამ ნოტიოა და ნესტიანია, ასე მომწონს ხოლმე მე. ჩემი Wi-Fi არ მუშაობს სავარაუდოდ. რეჭირს არ ვიცი. საკმარისია. ხდები ერთს რა იბარებენ. ეგი არის ეგრე. მე მაქვს 2 გზისგან დამცავი. თეონა თავარდქილაძის beauty box ვიწერდი ძალიან დიდ ხანს ზაფხულში შევაჩერე, იმიტომ რომ მომბეს და არ ვიცი გავააქტიურებ თუ არა, მოკლედ იქ ამომივიდა ეს რაღაც უსახელო უგვარო 30 SPF-იდან ნორმა არის ამ ეტაპზე. და ჩვენი გამომწერი უმაგრესი ხათოს მზის დამცავი, რომელიც შეფერილია, ნაჭამი მაქვს და სანამ ჩემი ცხიმიანი კრემი შეშრება, აი ასეთი მოძრაობით გადავანაწილებ ხოლმე, რომ ყველგან მოუხვდე და თან თხელი დაფარვა მქონდეს. ხათოს კრემები არის ჩემთვის არ ვიცი. ამისასაც კარგად ვხმარობ და ნუ ეს მზის დამცავი ჩემთვის შეფერილი არის იდეალური. რომ ვკვდებოდე, ისეთ გაღლილი ვიყო, ფეხზე ვერ ვიდგე, აი ამას მაინც ვიტყვარჭები და ვისვა. ეს არის ჩემთვის ყველაზე კარგი დასვენება, თუ კი რამე შეიძლება. კანი მოვიდა ერთ ფერში, ისედაც ერთი ფერის კანი მაქვს, მაგრამ რაღაცა ის სხივს აძლევს, კარგს ნახეთ. ახლა რას ვისობ? ჩემი კოსმეტიკა არის ძალიან ცოტა. შარლოტას წერები, თვალის ჩრდილები წენი რა სიტყვა, რომელიც წლებია მაგ და სავარაუდოდ ვადა გაუვიდა, მაგრამ ვინ გადააგდებს? შარლოტ ტილბურია თუ რა? და ეს მხოლოდ აქ ჯაგრისებია უფრო მეტი. ეს არის ტონალური, რომელსაც არ ვხმარობ არასდროს. ახლა როგორ ვისვამ? თვალში შიგნიდან აი ამ ადგილზე ვისვამ ხოლმე შავ ფანქარს, მაგრამ რახან თვალი ახალი ნამკურნალები მაქვს, მაგას არ ვაკეთებ. ვიღებ აი ამ ამერიკული საწყობის რაღაც ფანქარს, რომელსაც არ ვზარდები და ვისობ კარგად, ქვემოთ, ზემოთ, ყველგან. ნახეთ, არ ჩანს. ოდნავ ბზინავს. ხა ვეცეთ შარლოტას ასეთი ფუნჯით. და თვალის კუთხეები ოდნავ ჩავამკოთ. თქვენთან ერთად ვიზამ, სარკეში ვიზა ვიმედია და ინახავთ. აი ასეთი მოძრაობით. ნახეთ.
იდეალურად იჭერს ეს ზეთოვანი თვალის ჭრდილი. უფრო მუქად გამოკვაც და რაც მომძაობს. რაც არ მოგწონს, იმას ავიღებთ თვალის ჯერამიჩება ცდები რომ გამოვასწორო. ოკეი? კაია. იდეალურია. ასე, ახლა იმისთვის რომ წაწამები მაქვს 2 ტუში კლინიკის, რომელიც ძალიან მომწონს და მოხდები საგარეოდ ვხმარობ და ეს მოზაიკაში ნაყიდი რაღაცა. ტუშს მე მთლიან თვალზე არასდროს არ ვხმარობ, მხოლოდ კუთხეებს ვიფიქსირებ ხოლმე. ოდნავ დაწეული წამწამი მაქვს და ვცდილობ ხოლმე რომ ავიწიო, არ ვიცი რამდენად გავამიო თქვენთან შეგახედებთ. აი ამ ადგილში ვისვამ. მხოლოდ ბოლოებში დანარჩენი არ მომწონს ჩემს სახელზე რა გითხრათ. და გრძელი წამწამები მაქვს, უბრალოდ ისეთი მაქვს. ეგრე, ახლა ტუჩებს ვიხატა უმოწყალოდ, ყველა ზღვარს გადავდივარ ხოლმე. მაქვს ესეთი ფლორმალის ლარიანებში ნაყიდი. აქ ცოტა ზემოთ ავდივარ. Tita. ვაზელინი. ახლა ეს ხვალ მუქად არის. ვიღებ ბამბის დისკს. და ჩავშლი. აი სად ვიჯიდებ ტუჩებს გოგოებო, ჩემს აბაზანაში. დავიდეთ ახლა ჩავიცვათ. თმას მე მივხედავ ბოლოში. ასე გამოვიყურები. ეს ის ქურთუკია, ჩემს ეკას რომ ვეთხოვე და მე რომ მაჩუკა და ძალიან მომწონს. რატომაც გადავწყვეტე რომ ეს პერანგი ჩამიცვე, რომელიც ძალიან მასუქებს. მსუქანი ვარ და გულს ვიმშვიდე. ხოდა ეს საყელო ასე შეურჩი. ავიღე ჩემი ძალიან მობეზრებული ჩანთა. ეს ჩემმა ყოფილმა მეგობარმა მაჩუკა ნამდვილია, რომელსაც უკვე ცვეთა აქვს და შიგნით ჩავდე
ლაპტოპი და წავედით სამსახურისკენ. საწახვედი ქალო. სათვალე არ მაქვს გამიტყდა, არ ვიცი გითხარით თუ არა. მომძვროდა ფეხი დავადგი და ლაყლაყებს. თუმცა ძალიან მოხდება და გასარეცხია და არ გავიკეთებ ბიბლიაზე ბრუციანი. ეს ნამეტანი დაწეულია, თუ მე გავუმაღლდი რა ხდება. განიმედი არის ეს ჩემი ამოჩემება. ბოლო დროის. ხო ყარს. გიჟდები როცა ვყარ ვარ. სახურავი მოძრა. ეს ძალიან ნაღლება ხა ეს ადგილები ისე მიკუნესის და ისე მტკივა და ისეთი დაღლილი ვარ, საქმე რო არ მქონდეს, აი ლოგინდა რო არ უნდა ადგერა და მანქანაში მზის სათვალის ავიღებ. მინუსი აქვს იმასთან. და ქურთუკიც მიგდია. ბრუციანები ხო არ ვიბლით, ახლა ვერ გავიგე. სახში ყველაფერი მოვეწესრიგე, ანუ რო შემოვალ. ჩემი ყავის ფინჯანი მაგ გასარეცხე, სახის კანის მდგომარეობა, აი იმიტომ მიყვარს ხოლმე. ხათოს კრემების შემდგომ. ერთმა გოგონამ მითხრა, სუნამოები გვეჩვენეო. ეს არის ტუალეტის წყალი ირიკო მაჩქვარ ძალიან გემრიელი სუნი აქვს. ეტყობა კიდევაც ჯინჯერი და რაღაც არის. ერთი გავათავე, მე ვბანაობ ხალხო სუნამოებში. ვბანაობ ერთი ასეთი ტუალეტის წყალი რომ მქონდა. შანელის მადმუაზელი გავათავე. მაქვს დარჩენილი ეს. ნამეტანი მოთხოვნადი ვარ, აღარ შენელია. ერთი წუთით. ალო, ძალიან მოთხოვნადი ვარ, ახ გავუბრუსტე და ეს არის ნიშ სუნამო, მონტაბაკო. მიყვარს ესეც. ეს არის ირიკოს გამოგზავნილი Tiffany and Go. ეს არის ჩემი სუნამო. მაჩ, ეს ნიკოს რაღაცა. იმ მაღაზიაში ვყიდულობ. ესეც ნიკოსია. ესეც ირიკო მაჩუკა ნიკოსია. წავედით ახლა ჩვენ აქსესუარები არ გვინდა. ტელეფონებში ძალიან ცუდი მდგომარეობა მაქვს და ხელში უნდა მეჭიროს სავარაუდოდ. წავედით იმ სიმძიმეა ყოიასავით არის. წყალი შევიძინე და კევზე მქონდა 4 დღე ნათქვამი არა და ისევ ავიღე, იმიტომ რომ ცოტა კაცუნის ხმა მომწმა და ეს შავი საპანაშვიდე დიროლი ძალიან მყარი საღეჭი რეზინია და კარგად მიძლიერებს ყბის კუნთებს. ოღონდ ხანდახან ისე გავუტევ ხოლმე ისე ვაღლაჭუნებ. ვატკაცუნებ უფრო სწორად. კაცად კუცი გავდის ხო. დავედი. რამეს კიდე ჩავსვავ და დავასრულოთ. თქო, მივაქსოვოთ ხო სიტუეიშენები. ხარ მივაქსოვოთ ხო. მოვახციე სახლში, ისე მშიოდა. არ ვიცი. ვითომ გადავწყვეტე, რომ გუშინდელი დღის საკომპენსაციოდ ჩემი თავისთვის გარეთ მეჭამა, მაგრამ მე გადავიფიქრე. ვიყიდე ახალი სუნამო ვალენტინოსი, მიყვარს ეს. და ამას ვამჯობინე რობერტო ჯანინი, სწორად ვამბობ, არ ვიცი. მაიცადეთ უმბერტო ჯანინი, რობერტო რეტო გადავარქვი. შამპიონი და თმის დამაფიქსირებელი, ანუ ჭირდება ბალზამ რაღაცეებიც თავზე, მაგრამ ძალიან ძვირად არის.
ფასდაკლებით ამ ორ ცალში 96 ლარის იყო და 56 ლარი მივეცი და ბალზამივით რაღაცაც როა მეღო მაშინ უწევდა 157 ლარის მაგივრად 98 თუ 88 ლარი და დავიკიდე მე შავპარასკევს ვიყიდით. ხო, წავედი მე ხო უნდა დავისვენო, იმიტომ რომ 7 საათზე შეხვედრა მაქვს და უნდა ისევ გავიდე სახლიდან და დაგემშვიდობებით დღეს. ხვალამდე.